ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. ჩემი შვილის მეგობარი მივისულიყო ჩემ შვილთან საწყობში. შესვენებაზე ისინი სულ ერთად არიან 3 წლის ასაკიდან მოყოლებული. მე როცა ბრუნდებოდა სამსახურში, რომ გავიდა ჩვენი საწყობი, გააჩერეს, გაუჩერეს მანქანა სისანავშრომლებს. უხეშად. მე კიდე განმეორდა იგივე. პოლიციამ დაუშვა. კი. და მე უკვე იკითხა მან და ეს კითხვა არ მოეწოდა ამის გამო მორალურ და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. ლაშას მდგომარეობა როგორია ხომარით და მეჩვენს? ლაშას მდგომარეობა ფსიქოლოგიურად უფრო მძიმეა, ვიდრე ფიზიკურად. იმას ვერ შევადარი პაპუნა ლოცვაშვილის მდგომარეობაზე. პაპუნას მდგომარეობა როგორია? ძალიან რთული. ექიმები რა პროგნოზს აკეთებენ? არ ვიცი, როგორც ვიცი, სახლშია, მაგრამ აქვს ტვინის შერყევა, თავის ქალის ზედაპირის დაზიანება, დაჟეჟირობები, ნეკნიც აქვს გაკეხილი, ფსიქოლოგიურად კომიტასთან არის გასწორებული. გორში ყოფილა მსგავსი შემთხვევები, რომელიც არ გახმაურდა? არ ვიცი. ვერ გეტყვით. საპატრულო პოლიციის მხრიდან უფრო ეს ჯარიმებთან დაკავშირებით რაღაცა ხსმენია, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, ისი არ ვიცი. შემთხვევები ყოფილა? შეიძლება ყოფილა, მაგრამ კადრები არ ყოფილა და ამის გამო არ გახმაურებულა. ანუ ხალხში არის მაგათი საუბარი. ეს კითხავთ, თქვენთან ხომარით საერთოდ ნაცნობი ხომარ აღმოჩნდა იმ პოლიციელებიდან, რომელიმე თქვენთვის ან თქვენი ახლობლების? არა, სახით შეიძლება რამდენიმე ვიცი ქალაქიდან, გორი პატარა ქალაქიდან, მაგრამ არ ვიცი. და გარშემო როგორ შეხვდნენ მეზობლები, საზოგადოება ამ ფაქტს? ძალიან ცუდად, ძალიან დიდი პროტესტი აქვს საზოგადოებას. ხალხს ეშინია ამ პროტესტის გამოხატვა? რატომ? ვერ გეტყვით, მაშინ კომენტარებსაც არ დადებდნენ სოციალურ ქსელში. აქ შეიძლება ყველა არ დაფიქსირდეს, იქ ყველა ფიქსირდება და ნდობის ფაქტორი როგორ შეიცვალა პოლიციისა და ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ამ შემთხვევის შემდეგ განსაკუთრებით? როგორ? ნდობის ფაქტორი ხომ არ შეიცვალა ამ შემთხვევის შემდეგ პოლიციის? ჯერჯერობით რომ ხედავ თუ აკავებენ საპასუხისმგებაში აძლევენ. არაფერი მეთქვის, რა ვთქვა. ვიდეოში როგორც ჩანდა, 10-ზე მეტი პოლიციელი უწოდებოდა, მაგრამ სისტემის სამართლის საქმე აღიძრა მხოლოდ 6 წუთი. მე მგონი მე-7-ს. ანუ გაასწრების მოლოდინი რომ ყველა დამნაშავე და საფრთხილი იქნება დაკავებული. მე იმედი მაქვს, იმედს ვიტოვებ, 6 თუ დააკავეს, კიდევ დარჩენილებსაც დააკავეს. აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს, იმიტომ რომ წამებაა მათ, წამების სამსახველი კადრები. თავდაპირველად გავცოდა ინფორმაცია, რომ თვითონ ამ ბიჭებმა მოახდინეს პოლიციის სასტიკი მოპყრობა და თვითონ და საქმის გამოძიება დაიწყეს სამსრი. ანუ ყველა შეიძლება თქვა სამსრიობაში. სიცრუეა, შემთხვევითობა იყო ეს, ბედისწერა იყო, რა იყო, ნამდვილად არ ვიცი. ვერც იმას ვერ ვიტყვი, რომ შეგნებულად მოხდა და რა ვიცი, როგორც ვიცი, მეგონი მდგომარეობაშიც არ იყო. ამისთვის შეწყდა ხო? თუ არა, რა ინფორმაცია გაქვს? არაფერი ვიცი, ის ვიცი, რაც სოციალურ ქსელში. და რასაც ადვოკატი მეტყვის, მაგრამ ჯერჯერობით ადვოკატთან დილისმერი არ მისაუბრია. მე ჯერა ძალიან კარგი ადვოკატი ყავდა და დამცველი, რომ სამართლიანობას მივიღო. ადვოკატის, მედიის, საზოგადოების ახალ